მე მინდა მიმართო ჩვენს მეგობრებს ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. პირველ რიგში გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას და ამ ბრძოლაში იმიტომ ვიბრძვით რომ თქვენთან ერთად გვინდა ყოფნა და ეს მე მგონი ყველამ კარგად იცის, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ რომ ამ ვიდეოს თუ უყურებთ და როგორც ვთქვი საელჩოებში უყურებენ მედია პროექტებს და პროდუქტებს იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად ქართულ ოცნებასთან დიპლომატიური კომუნიკაციის დრო ჩახსნილია, იმიტომ რომ არ არსებობს როგორც ასეთი, იქნება კიდევ უფრო მე დროს უთმობდეთ და ამ გადაცემას უყურებდეთ, სანამ გვიან არ არის გააკეთეთ რაღაც. ჩვენ 10 წლეულის შემდეგ მოვისმინეთ, რომ ვითურმე რაღაცა არასწორად გააკეთა ანგელა მერკელმა და მისი ხელმძღვანელობით ევროპამ 2008 წელს და მე უკრაინაში რო შეიჭრა რუსეთი, მე მოვისმინეთ, რომ ჩვენ რო საქართველოს საკმარისად არ დაუდექით გვერდში, იმიტომ მოხდა ის უკრაინაში, რაც მოხდაო. იგივე შეცდომა არ დაუშვათ ახლაც. გავიგე, რომ რიტორიკის დონეზე მხარს გვიჭერთ, გავიგე, რომ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში რაღაცებს აკეთებთ, მაგრამ მინდა იგივე გთხოვოთ, რაც ქართველ პოლიტიკოსებს ვუსაყვედურებთ. თქვენ აქ საყვედურობთ, თქვენ გთხოვთ. აქ რა სიტუაციაც არის, ნუ მიუდგებით როგორც თქვენს სამსახურს და ყოველდღიურ ოფისში წასვლა, წამოსვლის ამბავს. დღეს ქართველებისთვის წყდება ყოფნა არ ყოფნის საკითხი. გააკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე გააკეთებდით რაღაც ნორმალურ, თუნდაც აღმოსავლურ ქვეყანაში ელჩობისას ან შესაბამისი უფლება-მოვალეობის შესრულებისას. დღეს თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელიც მიდის დიქტატურის გზაზე და თქვენს მათ შორის სამუშაო CV-ში ჩაიწერება, რომ თქვენ საქართველოში წარმოადგენდით თქვენს ქვეყანას იმ დროს, როდესაც საქართველოში დიქტატურა მყარდებოდა. ძალიან გთხოვთ, რომ გააკეთეთ უფრო მეტი, რაც შეგიძლიათ შესაძლებლობების მაქსიმუმი და დაეხმარეთ ქართულ ხალხს. ეს არის ჩემი სათქმელი.